ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი. მოგესალმებით მეგობრებო, იმედის კლინიკა იწყებს მუშაობას რადიო იმედის არხზე, ნაცნობი ქუდით შემოგესმათ. დიახ, ჩვენ უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში ვიქნებით პირდაპირ ეთერში და შევეცდებით საკმაოდ საინტერესო თემაზე მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუმცა ეს არ იქნება მონოლოგის სახით, ეს რა თქმა უნდა იქნება საუბარი სტუმართან, რომელიც თემიდან გამომდინარე ბევრ საინტერესო ინფორმაციას გვეტყვის და ეცდება ყველა იმ კითხვაზე გასცეს პასუხი, რა კითხვებიც დღეს მოვამზადე მისთვის და რა კითხვებიც ალბათ იქნება თქვენგან წამოსული. იმისათვის რომ პირდაპირ ეთერში დასვათ შეკითხვები, შეგახსენებთ არსებობს ტელეფონის ნომერი რადიო იმედში დასარეკად 292 11 88 292 11 99 ამ ნომრების საშუალებით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ გადაცემის განმავლობაში და კითხვები დაუსვათ ჩვენს სტუმარს. გამოგზავნეთ ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 91778, SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს, SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-Co, ინტერნეტ მისამართი www.sms.co.g, ტელეფონი 219 40 14. და ამასთან ერთად შეგიძლიათ გამოვაგზავნოთ შეკითხვები Facebook-ის საშუალებით მისამართზე იმედის კლინიკა რადიო იმედი. ჩვენ კი რამდენიმე წამში ვნახოთ რა თემაზე გვექნება საუბარი დღეს და ვინ იქნება დღეს იმედის კლინიკის სტუმარი. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. მაშ დღევანდელი თემა ასეთი იქნება: ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები. რას წარმოადგენს ეს დანამატები, მათი ფუნქცია? ძალიან მოკლედ შევეხებთ სხვათა შორის ამ ნივთიერებების გამოგონების და გამოგონების ისტორიას, რა თქმა უნდა კლასიფიკაციას, რა სამკურნალო ან სხვა სახის დანიშნულება გააჩნია ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატებს. რისთვის გამოიყენება ეს ნივთიერებები? აქვს თუ არა რაღაც გარკვეული გვერდითი ეფექტი ან უკუჩვენება და რა თქმა უნდა რჩევები ზოგადად საკვები რაციონის შედგენისა და რამდენად დიდია წილი საკვები დანამატებისა ჩვენ საკვებ რაციონში. ამ თემიდან გამომდინარე ჩვენი სტუმარი ავერსის კლინიკის ექიმი ენდოკრინოლოგი ქალბატონი ანა ხარჩილავა იქნება. მადლობას გადავუხდი მას მობრძანებისთვის. გამარჯობა. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო თემა, აქტუალური, რადგან ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ ნივთიერებებზე დანამატებზე ძალიან ბევრს წერენ, ძალიან ბევრს საუბრობენ და პრინციპში არაფერი არ იციან. მე ფართო მასებს გულისხმობ და არასწორად იყენებენ ალბათ ამ ნივთიერებებს. ყველაფერი აქცენტი გაკეთებულია რეკლამაზე და მეტი არაფერს. ეს არის პირადად ჩემი აზრი და ალბათ როგორც ენდოკრინოლოგი და მეთანხმებით ამაში. ამიტომ მოდით ვეცადოთ რაღაც გარკვეული აქცენტები დაასვათ და ის საინტერესო ინფორმაცია მივაწოდოთ მსმენელებს, რაც აუცილებელია. ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი. მოდი განვმარტოთ ქალბატონ ანა, რას ნიშნავს ეს? მოდით პირველ რიგში თავიდანვე შევთანხმდეთ. მეც გეთანხმებით აბსოლუტურად იმაში, რაც თქვენ ბრძანებთ. ერთნიშნულოვანი პასუხი კითხვაზე, კარგია ბადი თუ ცუდი, მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებას ჯერჯერობით არც გააჩნია. მაგრამ ჩვენ წარმოვადგინოთ ის აუცილებელი მაჩვენებლები რა იმალება ამ აბრევიატურის უკან და როდის გამოიყენება, რომ არ ვიყოთ სარეკლამო ტრიუკების მსხვერპლი და გავმიჯნოთ კარგი ცუდისგან. ბადი ეს არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომელიც ფიზიოლოგიური მდგომარეობის შემანარჩუნებელი საშუალებაა. ბადი ეს არის ბიოქიმიური ფორმულები, რომელთა შემადგენლობაში შედის კვების შეუნაცვლებელი კომპონენტები. ეს არის მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. ეს არის ზოგადად მათი განმარტება, ასე ვთქვათ, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომელიც აუცილებლად საჭიროება ადამიანს. თუმცა მათი მიწოდება შესაძლებელია ჩვეულებრივი საკვების საშუალებით და არა მაინც და მაინც ამ ნამდვილად კი, როგორც ენდოკრინოლოგი ამას ესე დაგეთანხმებით, რომ შესაძლებელია სწორად შერჩეული საკვები რაციონით, რაც დღესდღეობით ნამდვილად არ არის, ყველა გადასულია გემოზე და გემო არ ნიშნავს ჯანსაღ საკვებს და ღირებულებას, რაც აუცილებელია ადამიანის
ჯანმრთელობისთვის. ქალწულმანა ძალიან საინტერესოა. ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ძალიან ხმამაღლა ალაპარაკდნენ უკვე ბადის შესახებ. ისტორია მოკლედ, როგორ შეიქმნა ბადი, როგორ დაინერგა საერთოდ და დღესდღეობით რამდენად ხშირად გამოყენებადია. მოდით სწორად თუ არასწორად ეს უკვე მეორე ხარისხოვანია. ზოგადად რამდენად ხშირად იყენებენ და ნიშნავენ ბადს. კი ბატონო. მოდით ადამიანი კაცობრიობის არსებობის მანძილზე ბუნებას არ თმევდა იმას, რაც მას სჭირდებოდა. სამწუხაროდ კი არ უბრუნებდა არაფერს. ამიტომ დღეს ვეღარ ვიღებთ საკვებიდან საჭირო რაოდენობით ჩვენ ნორმალური სიცოცხლის და განვითარებისთვის აუცილებელ 60 მინერალს, დაახლოებით 16 ვიტამინს და 14 ძირითად ამინომჟავას. ბადების გამოყენების აუცილებლობა გამოიწვია საკვების ზედმეტად გადამუშავებამ, ანუ ტექნიკურმა პროგრესმა, რაც კარგად მოგეხსენებათ უფრო ბოლო საუკუნის, წინა გასული საუკუნის და ამ საუკუნის ძირითადად ის არის პრობლემა, რამაც მნიშვნელოვნად გააღარიბა კვების რაციონი, ვიტამინებით, მიკროელემენტებით და ბიოდანამატებით. დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში ბადი შემოვიდა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში, როგორც თქვენ ბრძანეთ, რამოდენიმე ათეული ითვლის წლების დასაწყისში დაახლოებით. თუმცა ის გამოიყენებოდა უფრო შორეულ წარსულშიც, ბოდიში, როგორც იყო თაფლი, დინდგელი, ყვავილის მტვერი, დედაფუტკრის რძე, ფუტკრის შხამი, ჟენშენი, ელეუტეროკოკი, თევზის ქონი, მუმიო და სხვა. ხოლო უხსოვარი დროიდან არსებობს საქართველოში სხვადასხვა დანამატების გამოყენების ტრადიცია, როგორც იყო შავ ღვინოში დალბობილი პური, შავ ღვინოში მოდუღებული თაფლი, ნაფერდლის ქონი და თაფლი ერთად მოზელი და ასე შემდეგ. ეს ბადის რაღაც პრიმიტიული გამოყენება, რომელიც ხალხმა მოიგონა და დაკვირვების შედეგად და ნახეს, რომ ორგანიზმზე კარგად და დადებითად მოქმედებდა. თანამედროვეობაში რა სახის ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები არსებობს? არის თუ არა მათი დაყოფა მოქმედების მიხედვით? ანუ ზოგ ბადს შეიძლება ქონდეს მეტად გამოხატული სამკურნალო, ზოგს პროფილაქტიკური და ასე შემდეგ. და აქვე მეორე კითხვას გავეერთიანებ. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საშუალება, რომ მას ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი ეწოდოს? კი ბატონო, მოგახსენებთ, ბადებს ეგრეთ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს ყოფენ სამ ჯგუფად. ეს არის ნუტრიცევტიკები, პარაფარმაცევტიკები და ეუბიოტიკები. ნუტრიცევტიკები შეიცავს კვების შეუცვლელ კომპონენტებს, როგორც არის ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები, ფოსფოლიპიდებს, ანტიოქსიდანტებს, საკვებ ბოჭკოებს და სხვა კომპონენტებს, განკუთვნილს კვების კორექციისთვის. ისინი ავსებენ საკვებ ნივთიერების დეფიციტს და ემსახურებიან ნივთიერებათა ცვლის დარღვევის პროფილაქტიკას. ამაღლებენ ორგანიზმის მდგომარეობის სხვადასხვა სიტუაციებში, როგორც არის სტრესი, ქრონიკული გადაღლა, ეპიდემია და სხვა. ფარმაცევტიკები ესენი არიან ბადები, რომელთა შემადგენლობაში შედიან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ფლობენ ფარმაკოლოგიურ მოქმედებას. ისინი განკუთვნილნი არიან ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების ასამაღლებლად. არახელსაყრელ პირობებში დაავადებების გადატანის შემდეგ იმუნიტეტის ასამაღლებლად, ორგანიზმში ფუნქციონირების დარღვევების ნორმალიზაციისათვის. არაფარმაცევტიკები გამოიყენებიან დანამატების სახით სხვადასხვა დაავადების მედიკამენტოზური თერაპიის ჩატარების დროს, ოპერაციის წინ და შემდგომ პერიოდში, სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომ და აგრეთვე დაავადებების პროგრესირების პროფილაქტიკისათვის, გამწვავებების და რეციდივების თავიდან ასაცილებლად. ხოლო რაც შეეხება ეუბიოტიკებს, ესენი არის ნაცლავური კუჭნაცლავის მოქმედების გასააქტიურებელი, აუცილებელი დანამატები. ხოლო რა მოთხოვნებს და უნდა აკმაყოფილებდეს, განასხვავებდნენ მის სამ ძირითად მიმართულებას ზემოქმედების. ეს არის გაწმენდა, შევსება და აღდგენა. გაწმენდა ეს იგულისხმება დეტოქსიკაცია, გამოდევნა ადამიანის ორგანიზმიდან თავისუფალი რადიკალების, ტოქსინების, მძიმე ლითონთა მარილების, რადიონუკლიდების და გაწმენდა შლაკებისაგან. შევსება, ანუ დეფიციტის აღმოფრვა მიკრო და მაკროელემენტების, ვიტამინების, ამინომჟავების და ნახევრად გაჯერებული მცხიმოვანი მჟავის და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტებისა.
ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების გათვალისწინებით. ხოლო აღდგენა ეს არის ყველა ორგანოს და სისტემის ფუნქციის სტაბილიზაცია, ასე ვთქვათ, თვითრეგულირება, ნივთიერებათა ცვლის ნორმალური აღდგენა და ჯანმრთელობის დაბრუნება თვით ორგანიზმის სარეზერვო აქტივაციის დახმარებით. ყოველი ბადი პრაქტიკულად ფლობს სამივე თვისებას, გაწმენდას, შევსებას და აღდგენას, როგორც მოგახსენეთ, მაგრამ ერთგან სჭარბობს ერთი თვისებები, მეორეგან კი მეორე. ამიტომ ძალიან კომპეტენტურად უნდა მიუდგეთ ამ საკითხს, რომელი ბადი რა სიტუაციაში გამოიყენება. ამას სამწუხაროდ მოსახლეობა თვითონ ვერ განსაზღვრავს და შესაძლოა მიიღოს და რაიმე უფრო სავალალო შედეგამდე მიიყვანოს ამა თუ იმ ბადმა. დღესდღეობით საქართველოში შეუძლია ნებისმიერ ადამიანს შევიდეს სიტყვაზე თქვათ აფთიაქში, ექიმის გარეშე იყიდოს ნებისმიერი საკვები დანამატი და მიიღოს? ვფიქრობ, რომ კი ეს შესაძლებელია. აქ უფრო პრობლემა არის არა აფთიაქებში, არამედ ძალიან ბევრი ფირმა არის შემოსული, რომელიც უწევს ამას პროპაგანდას და რეკლამირებას. მინდა სწორად გაიგოს ყველამ, რომ ხშირ შემთხვევაში იქ არ არიან ექიმები და არ არიან კვალიფიციური კადრები. ბოდიშს ვიხდი ალბათ ყველას წინაშე და შესაძლოა რაღაცა არასწორად იყოს შერჩეული კონკრეტულად პაციენტის დაავადებებიდან გამომდინარე და ამიტომ არ იყოს ისეთი კარგი შედეგი. თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი პაციენტი, რომელსაც მიუღია ძალიან დიდ კმაყოფილებას აღნიშნავენ ხოლმე, როდესაც არის ეს ყველაფერი სწორად შერჩეული და მათ ეს მოსწონთ. ესიც არის, ისიც არის, ესეთი. ხალხთან ალბათ თქვენი პროფილიდან გამომდინარე ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება მედიცინაში ეს უნდა იყოს ენდოკრინოლოგია, სადაც პოტენციურად გამოყენებადია ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები მათი თვისებებიდან გამომდინარე. ასეა თუ არა და რა ჩვენებების მიხედვით შეიძლება გამოვიყენოთ ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, სიტყვაზე თქვათ ენდოკრინოლოგიაში და შესაბამის ტიპის პაციენტებში? ესე იგი, მოგახსენებთ ჩვენებებს, რომლის დროსაც შეიძლება დაინიშნოს ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. ესენი შეიძლება იყოს ფიზიკური ტრავმა, ანტიბიოტიკების უკონტროლო მიღება, სტრესი, თამბაქოს აქტიური მოხმარება, ვეგეტარიანული კვება, კვებითი ალერგიები, დაბინძურებული ჰაერი, აქტიური სპორტი, პრედმენსტრუალური სინდრომი, მოხუცებულობა და სხვა, რომლის დროსაც იზრდება ორგანიზმის მოთხოვნილება ბადების მიმართ. როგორც ენდოკრინოლოგი მოგახსენებთ, რომ ყოველთვის მიუთითებთ და პაციენტს ვურჩევთ და ვუხსნით, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის სწორი კვება და ჯანსაღი საკვების მიღება. აქედან გამომდინარე, მე პირადად, როგორც ექიმ ენდოკრინოლოგს, არ მიწევს ხოლმე ბადების დანიშვნა. შეიძლება ვცდებოდი ამაში, მაგრამ პრაქტიკაც გვიჩვენებს იმას, რომ როდესაც პაციენტი მოყვება და სწორად ახდენს, გაიგებს ძალიან კარგად, რამდენად მნიშვნელოვანია სწორად კვება და შესაბამისად ამას ასრულებს, შემდგომ ვიზიტებზე რომ მოდიან, იმდენად კმაყოფილად და იმდენად კარგად გრძნობენ თავს, რომ თვითონ აღნიშნავენ ხოლმე, რომ ვაიმე საკვებს მოუკლივარ, ჭამას მოუკლივარ და ამიტომ მე როგორც ენდოკრინოლოგი უფრო დიდ როლს ვანიჭებ ავუხსნა თვითონ კვების მნიშვნელობა. ანუ სავსებით შესაძლებელია სწორი მოწესრიგებული და გამართლებულად შედგენილი საკვები რაციონის საშუალებით ადამიანს მივაწოდოთ ყველა ის აუცილებელი ნივთიერება, რაც მისთვის საჭიროა. დიახ, გეთანხმებით კი შესაძლებელია. თუმცა არის ჩვენი საუკუნის პრობლემა თვითონ პროდუქტის ვარგისიანობის, რომელიც აი ზუსტად მოგახსენეთ, რომ გადამუშავებული და დამუშავებულია იმდენად, რომ მასაც შეიძლება აკლდეს. ამიტომ ეს არის, მე ვფიქრობ, მთელი მსოფლიოს პრობლემა და ამიტომ შეძლების დაგვარად უნდა მოვახერხოთ, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ნატურალური საკვები მივიღოთ. დაზუსტება მინდა, ქალბატონო ანა, ბადში არსებობს მხოლოდ ბუნებრივი საშუალებები თუ იქ არის ქიმიურად? არის ქიმიური დანამატებიც არის ხოლმე ზოგიერთ ბადში. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ყოველთვის
ბიოლოგიური შეიძლება იყოს მასში რაღაც ქიმიური ელემენტიც. რაც ალბათ ასევე გასათვალისწინებელია, როცა ნიშნავ გარკვეულ პრეპარატს. მე შეგახსენებ ყველას ჩვენ საუბრობთ თემაზე ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები ჩვენი სტუმარი ავერსის კლინიკის ექიმი ენდოკრინოლოგი ქალბატონი ანა ხარჩილავა გახლავთ. რამდენიმე შეკითხვა მოვიდა, მოდით ამ კითხვების ნაწილი ახლა დავსვათ, ნაწილი გადაცემის მეორე ნაწილში. კითხვები მოვიდა Facebook-ის საშუალებით და ანონსების თემის და ანონსების შემდეგ. გამიგია ძალიან სასარგებლოა თევზის ხორცი განსაკუთრებით გული დაავადებულებში. მართალია თუ არა და რომელი სახის თევზს გვირჩევთ? ზოგადად რა შეგვიძლია უთხრათ? თევზის ქონი არის უფრო კარგი, ასევე გულის დაავადებებისთვის, ქოლესტერინის დონის მოსაწესრიგებლად. ეს უფრო არის ასეტრინა როგორ არის ქართულად ბოდიში? სხვათა შორის მოდით მე შევრცხები და თევზის სახელწოდებებში ძალიან ანუ მეშლება ხოლმე. ბუნებრივი თევზის ქონი რომელშიც არის, ეს ვიცი რუსული სამწუხაროდ მაპატიოს ყველამ ასეტრინაში არის. თუ არ ვწდები ვეშაპი? არ ვიცი. შეიძლება თუ არა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღება იმუნიტეტის გასაძლიერებლად დაინტერესებს. კი, ეს უკვე მოგახსენეთ, შეიძლება ფაქტურად გავეცით ამასაც პასუხი თვითონ ჩვენი. სხეულის ჭარბი წონის დროს შეიძლება თუ არა აღნიშნული ნივთიერებების მიღება. ჭარბი წონის, ანუ როგორც წონის კორექციის რომ დაიკლოს ადამიანმა, რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ სწორი კვების შერჩევის შესაბამისად შესაძლებელია იყოს გამოყენებული ეს ბადი, რომ არ მოხდეს მინერალების და ვიტამინების ნაკლებობა, თუმცა აქვე თუ სწორად არის შერჩეული კვების რაციონი, მასში არის შემადგენელი ვიტამინების და მინერალების და ასე რომ ამის აუცილებლობა არ არის. ანუ თანხმდი მკურნალობის დამატებით შესაძლებელია, მაგრამ როგორ მონოთერაპიის სახით არა. არა. და პრაქტიკულად ამ კითხვაზეც გავეცით პასუხი, თუმცა მაინც დაგისვამ, შეიძლება თუ არა ბიოლოგიურად აქტიური დანამატის შეძენა და მიღება ექიმის გარეშე პროფილაქტიკის მიზნით. მოგახსენებთ, რომ ჯობია ეს არ იყოს შეძენილი და თავისი გადაწყვეტილებით მიღებული, რამიტომ მასში შემადგენელი კომპონენტები შეიძლება იყოს სუდად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. აქ ვითვალისწინებთ ასაკს, გვერდით ქრონიკულ დაავადებებს და რიგ პრობლემებს, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. ამიტომ ჯობია რომ განსაზღვროს ეს ყველაფერი ექიმა და ექიმის მიერ იყოს დანიშნული. ჩვენ გარკვეულ უკუჩვენებებს და ჩვენებებს რჩევებს უფრო ვრცლად გადაცემის მეორე ნაწილშიც შევეხებით. დიდი მადლობა რადიო მსმენელს, რომელმაც გამოგვიგზავნა, რომ ეს იყო ორაგული, რაზეც საუბრობთ. ორაგული. დროებით შევისვენოთ ახლა საინფორმაციო გამოშვების დროა და შემდგომ განვაგრძელოთ საუბარი. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. გრძელდება მეგობრებო, იმედის კლინიკა ჩვენ რამდენიმე წუთი დაგვჭა გადაცემის დასრულებამდე და ეს დრო ისევ და ისევ დღევანდელ საინტერესო თემას დაუთმოთ ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები. ჩვენი სტუმარი გახლავთ ავერსის კლინიკის ექიმი, ენდოკრინოლოგი ქალბატონი ანა ხარჩილავა. მე ყველა შეგახსენებთ, გამოგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778 SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფას SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-Co, ინტერნეტ მისამართი www.sms.co წერტილიჯი ტელეფონი 219 ქალბატონო ანა, ის შეკითხვები რაც დარჩენილია, მოდით ამოწუროთ ბარემ. რამდენად მოქმედებს სხეულის წონაზე ეს ნივთიერებები აინტერესებს მსმენელს? მსგავსი ტიპის კითხვაა, მაგრამ კითხვა იყო, რაც გავეცით მე მგონი პასუხი, პრინციპში მოქმედებს. ანუ მაშინ პერეფრაზ გავაკეთებ, შეიძლება თუ არა არასწორად გამოყენებულმა ბადმა გამოიწვიოს სხეულის წონის მატება. კი, ესეც შესაძლებელია, არასწორად შერჩეულმა ბადმა პირიქით გამოიწვიოს წონაში მატება, წონის პრობლემები. მსმენელს აინტერესებს ამ კითხვას, რომ ეს ნივთიერებები საერთოდ ძალიან საზიანოა და განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ღვიძლზე, რას გვეტყვით ამის შესახებ? ყველა რა თქმა უნდა არა, ვერ დავეთანხმები, ღვიძლზე შეიძლება იმოქმედოს ზოგიერთმა ისეთმა ბადმა, რომელშიც შედის ის ქიმიური დანამატი, რომელიც შეიძლება იყოს ტოქსიური ღვიძლისთვის. და ბოლო კითხვა, შეიძლება თუ არა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები მიიღოს ორსულმა ქალმა?
თავშევიკავებდი ორსრულებზე და ბავშვებზე საუბარში, რამე თუ არ არის დადგენილი მათი გამოყენება ორსრულებსა და ბავშვთა ასაკში. ბავშვები სადღაც 12 წლის ზევით ხდება მათი დანიშვნა. ამიტომ ჯობია თავი შევიკავოთ და სწორი კვება, ძირითადი ხილი. გასაგებია, დიდი მადლობა. მოდი ჩვენ ნელ-ნელა დავასრულოთ გადაცემა. საკმაოდ ვრცელი საკითხი მინდა გავაჟღერო. ეს არის სწორი კვება, რაც არაერთხელ გავუსვით დღესდღეობით ხაზი აი ამ ცნებას. ენდოკრინოლოგის ხედვით, სწორი კვება, მოდი ჩამოვაყალიბოთ, რას გულისხმობს და რა რჩევები უნდა მივაწოდოთ ნებისმიერ ადამიანს მიუხედავად იმისა, მისი ჯანმრთელობისა ზოგადი სახის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ეს ცნება. სწორედ შერჩეული საკვები რაციონი. გასაგებია. ესე იგი, აუცილებელია რომ ადამიანმა, რა ბოდიშით ადამიანმა იკვებოს მრავალჯერადად. ცოტა ულუფებით და ეს საკვები იყოს აუცილებლად გაჯერებული მინერალებით, მიკროელემენტებით და უჯრედისით, რაც აუცილებელია ორგანიზმისთვის. ესენი არის ბოსტნეული, ხილი და რაც ყველაზე ცუდი არის და ძირითადი საკვები ჩვენი დღესდღეობით არის შემადგენელი ცხიმიანი საკვებით, რაც ქართველებს განსაკუთრებით უყვართ და მეორე სწრაფი კვების ობიექტები არის ძალიან დიდი რაოდენობით და სკოლის მოსწავლეებსაც უწევთ ასევე არაჯანსაღი საკვების მიღება. ამიტომ ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ საკვებში იყოს აუცილებლად ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტი და ამავე რაც აუცილებელია და მკვეთრად შეზღუდული ნახშირწყლები, როგორიც არის ეს პურეული, წიწიბურა და ბურღულეული, ასე ვთქვათ. შემცირებული რაოდენობით. და რაც მთავარია, ეს არის ფიზიკური აქტივობა, რომელიც უნდა იყოს შეჯერებული სწორ კვებასთან და ეს ყველაფერი გარკვეულწილად ბევრად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე. აქვე გავაერთიანებ, ჩვენ გვაქვს რამდენიმე წუთი დარჩენილი, ისევ და ისევ თემიდან გამომდინარე, როდის უნდა ჩაირთოს, კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება, ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატების საკვებ რაციონში. როდესაც ხდება წონის კორექცია, შესაძლებელია ამ დროს პაციენტს არ უყვარდეს, ან არ ღებულობდეს ხილის სახით, ან რძის პროდუქტების სახით, რაღაც სახით, რომელიღაცაზე ამბობდეს უარი, ამ შემთხვევაში შეიძლება ჩაირთოს ბადი. და ნებისმიერ შემთხვევაში ხაზი გაუსვათ მხოლოდ სპეციალისტის დანიშნულებით. აუცილებლად სპეციალისტის მიერ, იმიტომ რომ შეიძლება იყოს მასში ისეთი მატონიზირებული მცენარე შეიცავდეს, როგორც არის დავუშვათ კოფეინი, მისი მიღება კი ჰიპერტენზიის დროს არ შეიძლება. ან შედიოდეს ისეთი სახიფათო ნივთიერებები, როგორც არის ქრისტეს სისხლა, გინკობილობა და ასე სხვადასხვა კომპონენტები, რომელიც ექიმის კონსულტაციის გარეშე არ არის რეკომენდებული მათი მიღება. ხოლო აქვე მინდა გითხრათ, ყველაზე კარგი ბიოდანამატი, რომელიც მიღებაც ეს არის უსაფრთხო, ეს არის შეიცავს ლეციტინს, რომელიც არის პლასტიური მასალა უჯრედული მემბრანის, ნერვული ქსოვილის და თავის ტვინის სისხლძარღვების. ლეციტინის წყაროა, ასე ვთქვათ, ლუდის საფუარი, კვერცხის გული, ხორბლის ჩანასახი და პარკოსნები. აქედან გამომდინარე, ჯობია რომ ეს ყველაფერი იყოს შერჩეული ექიმის მიერ და არა ადამიანის და უბრალოდ კითხვით და ასე შემდეგ. ბადი. ძალიან დიდი მადლობა და მთავარი მესიჯი, რაც დღევანდელ გადაცემას გასდევდა მუდმივად ეს არის ვიკვებოთ სწორად. ნამდვილად გეთანხმებით. დღეს ჩვენ საუბრობდით ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატების შესახებ. ჩვენი სტუმარი ავერსის კლინიკის ექიმი ენდოკრინოლოგი ქალბატონი ანა ხარჩილავა გახლდათ. დიდ მადლობას გადაგიხდით საინტერესო საუბრისთვის. დაგემშვიდობებით იმედია მომავალ შეხვედრამდე. ჩვენ ამით ამოწუროთ იმედის კლინიკა. მადლობთ გამოგზავნილი შეკითხვებისთვის, მადლობთ ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი.